ჩვენი პირველი გამომსვლელია სოლო მოგზაური, travel vlogeri, content creator. რამდენი რეგალია ეგ? რა უბედურება? YouTuberi. გიგი ქათამაძე, რომელმაც ამერიკულ ოცნებას ესე იგი ასე ვთქვათ, ხაზი გადაუშვა, ჩამოვიდა თბილისში, თავისი კონტენტ სურვილები აისრულა და მე წავედი, გითმობ. რამდენი ხალხია, ხო? რამდენი ხალხი ხო აქედან? იცი, იქიდან არ ჩანდა რომ იმალებოდი. კამერაში ჯობია, ლაპარაკი ხოლმე უფრო მარტივია. ნერვიულობ? არა, ხო იცი რა შენ კონტენტს კონტენტს რო ქნი შენ რაღაცნაირად მარტო ხარ ხოლმე და ეხა ამდენი ადამიანის წინ გიწევს საუბარი. მზად ხარ? კი, მზად ვარ. მე მზად ვარ. თქვენ თუ ხარ მზად? აში ვერ გავიდი. აში. ეს მაგარი სახელი მოვიფიქრე. შამპანიური და რისკი. ანუ ეს ძალიან კრეატიული ადამიანი ვარ ზოგადად და ესეთი რაღაც მოვიფიქრე. მოკლედ. პირველ რიგში დავიწყებ ბევრი არიცის თუ ვინ ვარ, რას ვაკეთებ და გეტყვით, რომ ხო, როგორც გამომაცხადეს, მე ვარ გიგი ქათამაძე, 24 წლის, კონტენტ კრეატორი, სოლო მოგზაური, მიმოგზაურია 65 ქვეყანაში დაახლოებით თუ რაღაც ეგრე და ანუ ეს ყველაფერი მაგრაში ღერს, ხო? ანუ რაღაც აი რო შეხედავ რაღაც ოცნებაა, რომ აი რა მაგარია, მოგზაურობს, იღებს ვიდეოებს, რა ენახულება, მაგრამ ცოტა 1-2 წლის წინ მოდი არა, გადავახვიოთ 24 წლის უკან. ჩემი ოცნებები ბევრად განსხვავდებოდა. ჩემი ოცნებები იყო, რომ მე სწავლა კარგ უნივერსიტეტში, რაღაც მიმეღწია იმ ლეველზე, რომ მე მქონოდა კარგი სამსახური, მე გავხდარიყავი CEO და მოკლედ ჩემი ამბიციები იყო ძალიან ესეთი რა, რომ დიდი მე სახლი მქონოდა, მე ცოლი, მე ბავშვი და მოკლედ ძალიან სტანდარტულად მიყვებოდა ეს ყველაფერი ერთმანეთს. თუმცა ესაც გავაკეთე, მოვიქეცი, მართლაც რომ წავედი იტალიაში სასწავლებლად, იმიტომ რომ ჩემი ოცნება იყო სრული დაფინანსებით მოვხვდი, ვისწავლე იტალიაში, თქვენ წარმოიდგინეთ და ტურიზმი და ეკონომიკა და შემდეგ გაცვლით პროგრამა გავაკეთე გერმანიაში, რომ მეთქი აი სამსახურში რომ ვიტყვი რომ გერმანიაშიც მაქვს ნასწავლი, უფრო მაგარი ვიქნები თქო და იქაც წავედი, იქაც ვისწავლე და ჩემ საბოლოოდ წავედი ამერიკაში სამუშაოდ. და უკვე მეთქი ახლოსა ვარ, ანუ American Dream Life, იმიტომ რომ სამსახურში მუშაობდი როგორც მარკეტინგში ვიყავი, ესე ვთქვათ, მარკეტინგის სფეროში და ყველაფერი ისე მიდიოდა, ანუ რაღაც აი რომ რა მაგარია ეს, რო ხდება ეს ჩემ თავს ხდება. მაგრამ შემდეგ ცხოვრება მშვენიერი იყო, ყველაფერი კარგად იყო, თუმცა იყო კითხვები, რომ ანუ კიბედნიერი ვარ, ყველაფერი აი რაც მინდოდა მართლა ეგრე მიდის, მაგრამ თავისუფალი არა ვარ. ანუ თავისუფლება არ მქონდა, დასტრესილი ვიყავი, იმიტომ რომ კი ვაკეთებდი, კი მომწონდა ეს საქმე, მაგრამ ისე არ მომწონდა, რომ რავი, აი მაგას მართლა შემეკლა ჩემი მომდევნო 10 წელი თავი და ანუ მუდამ დაკავებული ვიყავი. წელიწადში მქონდა წარმოიდგინეთ 2 კვირა დასვენება და თან ამერიკაში ვარ და მეთქი ანუ ჩემი ოცნებები თუ მინდა ავიხთინო, როდის უნდა ავიხთინო? თუ 2 კვირა მაქვს მარტო და თან მშობლებიც მინდა ვნახო ჩამოვიდე საქართველოში, თან რავი ბრაზილიაშიც მინდა წავიდე ის ვნახო, თან ტაილანდიც მინდა, ანუ ბევრი რაღაც ოცნებები და ანუ რაღაც მუღამი მქონდა რომ მინდოდა რომ ანუ გამესწორებინა, გამეკეთებინა რა. და მე თან ვფიქრობდი მეთქი 50 წლის რო გავაკეთო ან 70 წლის შეიძლება ისე ვეღარ მეკაიფა, ესე ვთქვათ და ამის შემდეგ დავიწყე კი ანუ გაჩნდა ბევრი ფიქრი რომ თუ ეს არ მომწონს მაშინ რა გავაკეთო ანუ რა არის ისეთი რაც გამაბედნიერებს რა არის ისეთი რაც რავი ხო აი თავისუფლებას მომგვრის და რა გავაკეთო და არ ვიცოდი მართლა იმიტომ რომ ანუ ყველას ეგ აგვაქვს რა რომ აი კი მინდა წამოსვლა სამსახურიდან მაგრამ რა გავაკეთო ანუ მეც ეგრე ვიყავი რა არ ვიცოდი რომ წამოვიდე რა გავაკეთო და შემდეგ ხდება ესეთი რაღაც რომ კონტენტ კრეატორები და motivational speaker-ები რო არიან ხო იცით დილის 5 საათზე ადექი და წადი ჯიმში ვარჯიშე და ანუ მაგას უსმენდი რა მართლა წიგნების კითხვა უფრო მეტი წიგნის კითხვა დავიწყე უარი ვთქვი ალკოჰოლზე გულაობას ყველაფერზე 6 თვის განმავლობაში და ესე ვთქვათ locked-in გავაკეთე რომ მეთქი აი ხო ამბობენ ამებს რომ ესე გააკეთე და მეთქი ვწდი რა გამოვა ვნახოთ რა გამოვა და იქნება და რამე იდეა მომივიდეს რა მაგრამ ეს იდეები არ მომდიოდა ანუ გავიდა 3 4 5 თვე და მაინც ყველაფერი ვერ მოვიფიქრე და მეთქი სამსახურიდან ხო არ წამოვიდე რა სამსახურიდან წამოვიდე და დავიწყო ოცნებების ასრულება რომ ყველაფერი დამეკიდებინა რაც აქამდე ნაშრომი მქონდა და ნამუშევარი მქონდა რომ აი აქამდე მივედი უცებ ერთ დღეს მე თქვა რომ ჰოპ და აბა კარგად იყავით მე მივდივარ
და თან ფიქრობდი, ანუ ეს 5 რაღაც ფული დავაგროვე და ანუ ამდენი ხანი იმიტომ ვიშრო მე 2 წელი, რომ აი 5 თვეში უცებ გავიქნიო. მაგრამ გადავწყვიტე, რომ მეთქი მოდი დავიწყებ მოგზაურობას და თან YouTube-ს გადავიღებ. მაგრამ კამერა რო არ მქონდა. იმიტომ რომ ანუ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც YouTube-ის გადაღება მინდოდა, ის არ იყო, რომ მე YouTuber-ობა მინდოდა, ან Instagram-ერ ბლოგერობა მინდოდა. საერთოდ არ მქონდა ეგის. ჩემი მიზანი იყო, რომ ჩემ შიშები გადამელახა რა, იმიტომ რომ ერთ-ერთ motivational speaker-მა ესეთი რაღაც თქვა, რომ რა შიშებიც გაქო, მაგას დაეტაკეო. ჩემ პირველივე შიში იყო, რომ კამერასთან საუბარი. და რამდენი საკავთ კამერასთან საუბრის შიში ხელი რო აწიოთ, მაინტერესებს. საკმაოდ ცოტაა რა ვიცი, მე ეს მგონია რომ ბევრს გაქვთ ეგეთი შიში და მოკლედ გადავწყვიტე რომ დამეწყო იმის მიუხედავად რომ მაგრამ მეშინო და მაგრამ ნერვიულობდი და ჩემი iPhone 12 მქონდა გადავწყვიტე რომ დავიწყო YouTube-ის გადაღება იმის მიუხედავად რომ editing-ი არ ვიცოდი, არც გადაღება არ ვიცოდი, არც კამერასთან ლაპარაკი არ ვიცოდი, ანუ არაფერი არ ვიცოდი. მაგრამ მეთქი ანუ ვისწავლი რა, ანუ არა უშავს ვიღაცები ხო არიან, ვიზე ნაკლები ვარ. დღესაც challenge-ებს რო ვაკეთებ, მაგით ვაკეთებ, ვიზე ნაკლები ვარ. სხვას თუ შეუულია, მე შემილი. და ავდექი და პირველივე, აი ეს იდეა რომ მომივიდა, მეთქი დავай მოდი გადავიღებ ერთ ვიდეოს რა და ვნახავ როგორი ვარ კამერასთან რა, ანუ ვარგი ვარ. აი ესეთი გამოიყურება. ხმა არ აქვს მე მგონი. დაიცა უკანადან. უკავერ გადავალთ. ხო. ძალიან მაგარი სპიჩი მქონდა რა და მინდა განახოთ ესე მარტო რომ დავჯექი კამერის წინ რომ ვლაპარაკობდი და თან როგორ ნერვიულობდი რომ იმიტომ რომ მეთქი ანუ მაგრამ მეთქი ამას არავის არ ვანახე მაგრამ სუსუ პირველი აი იდეა რომ მომივიდა რომ იქნება და დავიწყო ეს მიკროფონში გეტო ძალიან დიდი მადლობა იმიტომ რომ ზოგადად პირველ ეს ვიდეოებს ესე საჯაროდ არ აჩვენებენ ხოლმე ძალიან დიდი მადლობა გაზიარებისთვის მე მგონი ცუდი არაა და მაგიტო ეგეთი ცუდიც არ არის თორე შეიძლება დავაჭირო მეცო Hello, my name is George and today I decided to record my first video. My plan is to travel to Brazil in January, in March, 27th of March is the departure. So this is how it begins. ხო მოკლედ ხო ძალიან საინტერესო იყო იმიტომ რომ ჩემთვის პირველი გამოცდილება იყო iPhone 12-ით ვიღებ და თან ინგლისურად რა ესე გლობალზე გავათქო ეხა მე ხო საქართველოს მეთქი ცოტა ეხა მაგ მე მთლიანი სოფლიოს მინდა მოვედო თქო რა და მართლაც რომ დავიწყე ინგლისურად ვიდეოს ანუ ვარჯიშობდი 30 დღე კამერის წინ რომ მე ლაპარაკა რომ აი ლაპარაკობდი რომ უფრო უკეთესი ყოფილიყავი. თან ჩემი მეგობრების მეშინოდა, რომლებიც საქართველოში იჯდნენ და ეხა ნახე რომ იღადავენ, რომ აუ ეს ნახე თან ინგლისურად ბლუყუნებს რაღაცასო, თან ინფლუენსერობა მომინდომაო. მაგრამ მეთქი ანუ კაი რავი, კიდია რა რას ვიზავთ თქო რა. და ამის შემდეგ ჯამში დავიწყე მოგზაურობა, YouTube-ის გადაღება და ვიმოგზაურე ბოლო 2 წელიწადში 34 ქვეყანაში. იმიტომ რომ რაღაც ის მქონდა რა, მიზანი მქონდა რომ თუ მომეწონება ეს YouTube-ი, მაშინ მაგას მივაწვევი ბოლომდე. თუ არ მომეწონება, მეთქი editing-ს ვისწავლი და ჩემი მიზანი რაც არის, რომ თავისუფალი ვიყო და ვიმოგზაურო და ასე შემდეგ, მაგას რამენერად მივიყვან ბოლომდე. ჯამში საბოლოოდ ამჯერად ყავს, ეხა 1 წელიწადში, ბოლო 1 წელიწადში, იმიტომ რომ ქართულ აუდიტორიაზე გადმოვერთე. იმიტომ რომ მეთქი იყოს მე გლობალს მე მივხედავ თქო. ჯამში ეხა მყავს დაახლოებით 9 მილიონამდე გამომწერი ყველა პლატფორმაზე და ყოველთვის ეგის ფიქრი მქონდა რა რომ აი ხო დავიწყე ნულიდან მართლა 5 თვის რაღაც ბიუჯეტი ხო მქონდა ინგლისურად ხო დავიწყე მაგრამ რაღაც ოპორტუნიტები გამოჩნდა ის რომ ვიღაცამ შემოთავაზა რომ მოდი ქართული YouTube-ი გააკეთე და ჩვენ გადაგიხდით და დაგაფინანსებ და მეთქი ანუ ვიღაცა გადამიხდის რომ მე ვიმოგზაურო ანუ მეთქი ეგეთი რაღაცა რანაირად მაგრამ ანუ ის იყო რომ ჯეროდა რა რომ აი რაღაცა გამოვიდო და ეს არ იყო მარტო მოგზაურობა და აი მე მოგზაურობ და ვერთობი და სხვები რა შვებია და საბოლოოდ ის პირველი ვიდეო ხო იყო ეს არის დაახლოებით 20
21 ვიდეო სადღაც რა როგორც იყო. Must. რა მაგარი ვიდეო, ჩემი. ეს შეიძლება დასწრებული ჩემი ვიდეო. თუმცა ეს დიდი ვარ, ეს είναι თავდასხმაზე შეყვარებული ადამიანი. მე დღესდღეობით მომენტ აკლემის ხო. მოკლედ ხო ესე გამოიყურება დღესდღეობით ჩემი ვიდეო და თქვენი აზრით აი დაახლოებით რამდენი კამერით მოგზაურობ როგორც სოლო მოგზაური 3 არა მეტი 2 მეტი 7 სწორია 7 კამერით მოგზაურობ დღეს მე სოლო მოგზაური არა უშავს და მოკლედ ეს არის რაღაცა ჩემთვის ანუ iPhone 12-დან ავედი რაღაც 7 კამერა მაქვს, ყველაფერი მაქვს რაც მინდა და შემდეგ ეს მაინტერესებს ყოველთვის ხოლმე რომ რამდენს გაქვთ ოცნება რომ იმოგზაუროთ სოფლიოს გარშემო და აკეთოთ ის რაც გინდათ. აი რამდენს ხელი რო აწიოთ რა. არა. ეხლა ბევრი საკმაოდ ბევრი ვართ. ეხლა მაინტერესებს რამდენი აკეთებთ რაღაცას რომ ეს რეალობად აქციოთ. 30% აწია ხელი იმის მერე. ანუ მე ყოველთვის ეგრე მაგრამ რაც დრო გადის უფრო და უფრო ისეთ ადამიანებს ხვდები, როდესაც მოგზაურობ რა, რომლებმაც მაგას მიაღწიეს. და ყველას ვეკითხები და ანუ არც ერთი არ არის ხოლმე კონტენტ კრეატორი რა, ყველას აქვს თავისი რაღაც ნიშა, თავისი რაღაც განხრა, რაც იპოვეს ნელ-ნელა, რომ ის ოცნება იმ ოცნებისთვის მიაღწიათ, რასაც მე მივაღწია. რა თქმა უნდა, ეხლა მე როგორც მოვყევი ეს ძალიან მარტივად ჩანს, რომ აი ეს დავიწყე ეს, მაგრამ იყო ძალიან ბევრი ფეილები, ძალიან ისე მოხდა ხშირად, რომ ანუ რაღაც 2 თვე საერთოდ ფულიც აღარ დამჭა არაფერი და აი ოჯახის კმაყოფაზე რო გადადიხარ და ძალიან ცუდად ვიყავი. ანუ ეგეთ ფეილები იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ თავარია რომ ანუ თუ მართლა გჯერა და მოგწონს და იცი რომ ეს გამოგივა, ბოლომდე უნდა მიაწვე და ამაკეთ ვიტყვი რომ მე თუ ეს შევძელი ჩემი iPhone 12-ის და ავიხდინე ჩემი ოცნება, ამას თქვენ შეძლებთ. მადლობა ყურადღებისთვის. ხოთ სცენაზე. არა, კი. სცენაზე და გავამხნევოთ რა. ნერვიულობს ცოტა და მადლობა ძალიან დიდი წარმატებებს გისურვებ კიდევ ერთხელ. მადლობა. გამოსვლების გამოსვლების